ჩადარებული მონიტორინგის შედეგად აფხაზეთის კონტროლის პალატამ სოხუმის თეატრში 2006-2008 წლების საანგარიშო პერიოდში სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. გაირკვა, რომ სათანადოდ არ იყო წარდგენილი ხარჯთა ნუსხა ფინანსთა სამინისტროში. სალორო მეურნეობა არ იყო სათანადოდ გამართული, ასევე საანგარიშო პერიოდში გაცემული 23.245 ლარიდან დოკუმენტურად დადასტურებული იყო მხოლოდ 7.760 ლარის ხარჯვა, ხოლო დაახლოებით 14.000 ლარის თანხაზე არასრული დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი. კონტროლის პალატამ მზად არის თეატრის შემოწმების აქტი ბოლომდე დაიცვას და მისი სამართლიანობა დაამტკიცოს. აქტით აღმოჩენილია მრავალი სხვა დარღვევაც. ჩატარებული თემატური შემოწმების შედეგად კონტროლის პალატის მიერ გამოვლინდა რიგი დარღვევა ნაკლოვანებები, რომლებიც შეეხებოდა ისეთი ნორმატიული აქტების დარღვევებს, როგორიცაა საბიუჯეტო სისტემის შესახებ კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, იმ პერიოდში მოქმედი სალაროს მეურნეობის დებულების შესახებ მოთხოვნის და აგრეთვე ინსტრუქციის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების შესახებ.